ჩვენ დღეს 2025 წლის საქართველოში უყურებთ პოლიტიკური ცხოვრების სიკვდილს. მე პირადად ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ემზადება 5 ოქტომბრისთვის სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვანაირად, მაგრამ სინამდვილეში იმისთვის, რომ ხელი გაიშვიროს და ერთმანეთს დააბრალოს, ვისი ბრალია ის წარუმატებლობა, რომელიც 5 ოქტომბერს გამოჩნდა. ყველა ამბობს ოპოზიციაში, რომ გვიდგას რაღაცა ქვეყნის ყოფნა-ყოფნის საკითხი. ოღონდ ვერ ვცნობ, რომ ეს გაცნობიერება. ხო, ამას ვამბობ. ნაციონალური მოძრაობის რაღაც განშტოებას გაუჩნდათ საფრთხის განცდა, რომ არიქა ვიღაცამ არ ჩაანაცვლოს ისინი ოპოზიციურ თავს. ლელოს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ამის და მე რა ვფიქრობ, საერთოდ არ არის საინტერესო. ის რაც ხდება ლელოს წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი ბოროტების კამპანია შენივე საკუთარი თანამებრძოლის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება შენი გაგებით დაუშვა შეცდომა. იმისი 10% ბრძოლა ვერ აჩვენა დღეს ოპოზიციურმა სპექტრმა, რაც ჩვენ ვაჩვენეთ 2007-ში და 2008-ში. აჩვენოს ბრძოლა და ხალხი გაყვება. რეალურად რაზე ვლაპარაკობთ? ცით, რეალურად ვლაპარაკობთ სადღაც 10%-ზე ყველაზე ბევრი. 10%-ზე ქართული ოცნების სამომრჩეველის, რომელიც თუ ეჭვებში ჩავაგდეთ, დამთავრებულია ხოცების ამბავი. პოზიტიური დღის წესრიგი გვაჩვენა. და ჩვენ თვითონ დავგვობთ ლელოს. ჩვენ თვითონ ჩავქოლავთ ლელოს. ანუ რას აკეთებენ? მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ვიწყებთ გადაცემა პოლიტ ქალაქის ახალ სეზონს. და ამ სეზონსაც ვიწყებთ ოპოზიციაში დაპირისპირებაზე საუბრით. დაპირისპირების ეს ახალი ტალღა გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ ლელოს ლიდერები ხაზარაძე და ჯაფარიძე ვადაზე ადრე გამოეშვა ციხიდან. მაშინ, როდესაც იგივე მუხლით გასამართლებული სხვა პოლიტიკოსები ციხეში დატოვეს. ამან ბუნებრივია კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები და პრეტენზიები ლელოს მიმართ, რომ ისინი გარიგებული არიან ხელისუფლებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ისინი უარს იტყოდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ლელო კი ამას არ აკეთებს. ამ ვითარებაზე და ამ ფონზე ერთიანობა არ არის ართ ბოიკოტისტების მხარეს. აქეთ მხარეს არსებობს რვიანი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი გზა არის მუდმივი პროტესტი, მარშები და საბოლოოდ რაღაც იქნება, ხოლო არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ არა, 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ხელისუფლება. ამის კი დანარჩენ ოპოზიციას არ ჯერა და ამბობს, რომ ეს ხალხს იმედებს გაუცურებს და ტყუილი დაპირებებია. მოკლედ, აი ასეთი არეული ვითარება გვაქვს ოპოზიციის ფლანგზე და ამ ვითარებაში რისი იმედი უნდა გქონდეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჯერჯერობით უცნობია. დღეს გადაცემაში არა მხოლოდ ოპოზიციის ფლანგზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, უნებრივია და ჩვენი სტუმარი იქნება თინა ხიდაშელი. მოგესალმებით, ქალბატონო თინა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა დავიწყო საუბარით რა მდგომარეობა ოპოზიციაში. აი ამის შეფასებით. თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ მარტივად რო ვთქვათ, ეხა რა ვითარება გვაქვს. არის რაღაც ნაწილი, რომელიც არჩევნებში მიდის, ლელო და გახარიას პარტია. გახარიას პარტიამ არჩევნების გარდა საერთოდ თქვა, რომ შეიძლება განიხილოს პარლამენტში დაბრუნებაც განიხილოს. არის მეორე ნაწილი, ეგრეთ წოდებული რვიანი, რომელიც ფაქტობრივად ვერ ამბობს რას აპირებს, ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ როგორანაირად ეს ეგმან მათი მხრიდან არ მოგვისმენია. არის რაღაც ნაწილი ოპოზიციის პოლიტიკოსების და ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება და დავაქვათ ასე ვთქვათ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები. ამას არ ეთანხმება რვიანი და არის ასეთი ამბავი. ეს ახლა პოლიტიკოსების ნაწილი იმ პარტიებში არიან, რომლებიც რვიანში არიან. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. იქაც არიან და ამ ფონზე გამოუშვა ხელისუფლებამ ლელოს ლიდერები ციხიდან. მაშინ როცა იმავე მუხლით გასამართლებული სხვა პოლიტიკოსები ციხეში დატოვა. და ყველა შემთხვევაში პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნებში რო იღებს მონაწილეობას, ამას უკავშირდება. მოკლედ როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს ოპოზიციაში? ხო, არ ვიცი რატო უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ მე მგონი სრულიად ზედაპირზე დევს პრობლემაც, სიმძიმეც პოლიტიკური ცხოვრების ყდომას უყურებთ რეალურად, ხო? აი ეს ერთი წინადებით რომ შევაფასოთ, რეალურად ჩვენ დღეს 2025 წლის საქართველოში უყურებთ პოლიტიკური ცხოვრების სიკვდილს. ეს ნელ რაღაცა გალევად მდგომარეობაში სიკვდილს, როდესაც არც ერთი მხრიდან, და ამ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიციას არ გულისხმობ, საერთოდ არც ერთი მხრიდან პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში არ ჩანს არავითარი ინტერესი, მე უფრო მეცაც გავყვეთ კომპეტენცია, სურვილი, რომ ეს ქვეყანა პოლიტიკური
გრძელვადიანი ეროვნულ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ამოცანების შესაბამისად იმართებოდეს. დებატიც ამის შესაბამისად ქონდეს. ამაზე ჩხუბობდეთ, კი ბატონო, ამაზე ვკამათობდეთ, ამაზე ვთანხმდებოდეთ, ვერ ვთანხმდებოდეთ, მიტინგებს ვატარებდეთ, მაგრამ ეს იყოს ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე. რეალურად ჩვენ მივედით იმ მდგომარეობაში 28 ნოემბრის შემდეგ, ანუ იმ დღიდან, როდესაც დიად ხალხი ქუჩაში გამოვიდა სწორედ ქვეყნის ყველაზე უფრო ეგზისტენციალური სასიცოცხლოდ გრძელვადიანი უსაფრთხოების ამოცანის დასაცავად, ანუ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, აი იქიდან მოვედით იქამდე, რომ ერთხელ თქვენ ეთერში ვთქვი ზუსტად თქვენი ტელევიზიის ეთერში და გავიმეორებ, მე პირად ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ემზადება 5 ოქტომბრისთვის სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვანაირად, მაგრამ სინამდვილეში იმისთვის, რომ ხელი გაიშვიროს და ერთმანეთს დააბრალოს ვისი ბრალია ის წარუმატებლობა, რომელიც 5 ოქტომბერს გამოჩნდება. აი აქამდე მოვედით იმ უზარმაზარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აბსოლუტურად ეგზისტენციალური პრობლემიდან, რომელიც 28 ნოემბერს ირაკლი ყობახიძემ ქვეყანას დაატეხა. რატომ მივიდა საქმე აქამდე ოპოზიციაში? იცით რა არის? რა თქმა უნდა შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე? რატომ აი სატელევიზიო ეთერში ახლა მე დავჯდე და ამაზე ვილაპარაკო? არ გინდა ოპოზიციის კრიტიკა. არა, როგორ არ ამ წუთას რა გავაკეთე? ხო. არა, ეს კრიტიკაში არ არის საქმე. უბრალოდ მე მზად ვარ ვაკრიტიკო მათი ხვალინდელი ნაბიჯები, მაგრამ ეხლა იმაზე ვილაპარაკო 7 თვის წინ ვინ რა შეცდომა დაუშვა, ეს რა შედეგს მოგცემს ანალიზის თემა არის, რომ სულ ასეთ ვითარებაში კი, ანალიზი გავაკეთოთ, აუცილებლად ანალიზი. ასეთ აი ეგზისტენციალური პრობლემა ყველა ამბობს ოპოზიციაში, რომ გვიდგას რაღაცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, სადვიქნებით რუსეთში. ხო, ეს გაცნობიერებული. ხო, ამას მომბო, სადვიქნებით რუსეთში დავბრუნდებით თუ არა გადარჩენა ქვეყნის ამბავი და ამ დროს მაინც ვერ ხერხდება რაღაც თუნდაც ბრძოლის ერთ რატას. ხო, ერთიან ფლანგით შეტევა. ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს ეტოლება ოპოზიციაში, როგორც აღმოჩნდა და სრულიად არ არის აზრს მოკლებული ის ამბავი, ბევრი ადამიანი წერს უკვე, განსაკუთრებით საექსპერტო საზოგადოებიდან, ამაზე ღიად წერს თორემ მანამდე ისედაც ძალიან ბევრი საუბარი იყო ამაზე, რომ რეალურად ბრძოლა ბოიკოტისტებმა ასეთი მე მესმის, რომ განსხვავებული პოზიციები შეიძლება გქონდეს, როგორ არ შეიძლება 2008 წელს ვიღაცებმა მანდატები დახიეს, საერთოდ შევიდნენ პარლამენტში და ვიღაცებმა ეს არ მოიწონეს და შევიდნენ, მაგრამ არ მახსენდება იმის, აი რა ვიცი, 10%-ით მიახლოებულიც კი, რაც ახლა ხდება ოპოზიციურ სპექტრში. არ მახსენდება. კი, გავაკრიტიკეთ ერთმანეთი და გავაკრიტიკეთ ერთმანეთი. ერთმანეთისთვის რაღაცა სამშობლოს მტრები და უკიდეგარო უშვერი სიტყვები არ გვიძახია. იმიტომ რომ ყველას გაცნობიერებული ქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით იმ მომენტში, რომელმაც ორი არჩევნები მოიპარა, გაცილებით უფრო დიდი რამ იდგა საფრთხის წინაშე, ვიდრე ახლა ჩვენ ერთმანეთს როგორ დავეტოვლებოდით და მოგოწონებოდა თუ არ მოგოწონებოდა. ის რაც დღეს ხდებოდა, რაც ლელოს წინააღმდეგ კამპანიურობა, აი ამ რაღაც ბოროტების კამპანიურობა, პირდაპირ სიტყვა უნდა დავარქოთ. ბოროტების, უზრდელობის, შეურაცხყოფის კამპანია, რომელსაც ვუყურებთ ლელოს წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი ამბავი, ერთადერთი ამოცანით გამოწვეული, იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ახლა რაღაცა ეგზისტენციალური პრობლემა გაუჩნდა. არის ის რომ ნაციონალური მოძრაობის რაღაც განშტოებას გაუჩნდათ საფრთხის განცდა, რომ არიქა ვიღაცამ არ ჩაანაცვლოს ისინი ოპოზიციურ ფრთაზე და არავინ, იცით პრობლემა რაშია, რომ ამ ვითარებაში მოსვლა. ჩაანაცვლოს კი არა. საერთოდ ყველა გაქრება. პოლიტიკური სივრციდან ყველა გაქრება, აი ესე ამ ტემპით, ამ გაქანებით, ამ მოწადინებით თუ გააგრძელებენ ერთმანეთის ჩარეცხვისთვის ბრძოლას და კი ბატონო, მე სულ არ ვარ პოლიტიკაში და მათი საქმეა როგორ მოიქცევიან, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს უბრალოდ ტრაგედია. ლელოს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ამის ტრიუმფი. მე რა ვფიქრობ, საერთოდ არ არის საინტერესო, მე ამაზე არ ვაკეთებ კომენტარს და არც ახლა არაფერს ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ არჩევნები არ მორჩება. ფუნდამენტურად არასწორი მგონია ჩემგან, ანუ არაპარტიულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანებისგან ამას ლაპარაკი, მაგრამ თქვათ არგუმენტისთვის ამ წუთას დაგეთანხმოთ და იყო შეცდომა. უყურეთ, შეცდომა და ის, რასაც ვუყურებთ
რა კავშირშია იმასთან, რომ რაც ახლა ხდება გუშინ და გუშინ წინ ერთ ბარიკადზე რომ ვიდექით. ერთად რომ ხსემდნენ. ლელო მიატოვა, ხო ეს ხალხი საბოლოო ჯამში. სად მიატოვა? ბრძოლაში, ანუ ისინი ასე აღიქვამენ ამას, რომ უკაცრავად ეხლა ვინ რას აღიქვავს? მე იმათი ქუჩაში იყო. არა მარტო პარტიების სხვათა შორის, ის ხალხი ვინც რუსთაველზე დგას, ისინიც ასე აღიქვამენ. გახარიაზე არა აქვს ასეთი სიბრაზე. იმიტომ რომ მას არც აღიქვამენ ეხლა ქუჩაში. იმიტომ რომ გახარია მათი ალტერნატივა არ არის, მესმის გახარიაზე რა. გახარია მათთვის არის კოცი. ამ შემთხვევაში იმ ხალხზე ვინც ქუჩაში დგას 280 დღე და უფრო მეტი. ამ ხალხზე მე რა გავიგე მე არ ვაპირებ ახლა ლელოზე ამ შეგზნება რომ ბრძოლაში მიატოვეს ისინი გავიგე მე თქვენთან კამათს არ ვაპირებ თქვენი ჩემი ოპონენტი არ ახართ ხო ჟურნალისტი ხართ გავიგე გეუბნებით ჩემ პასუხი არის დამარტივი ის რაც ხდება ლელოს წინააღმდეგ ეს არის დაგეგმილი ბოროტების კამპანია შენივე საკუთარი თანამებრძოლის წინააღმდეგ რომელმაც შეიძლება შენი გაგებით დაუშვა შეცდომა თუ არ იქნებ შეცდომაზე მეტია ეს მათი აზრით ვისი აზრით ვის უნდა მოეწონოს, ვის უნდა დაეტოვოს ლელო, ვის? არ მინდა ამ თემებზე ლაპარაკი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვილაპარაკებ ამ თემებზე, მაგრამ გუშინ მაგალითად მამუკაზე და ბადრიზე რო წერდა ერთი ნაწილი პოლიტიკური ელიტის ჭყალებში გარიგებულიაო. მერე იმისივე თანაპარტიელები იმაძე რო წერდნენ, კი არ დაგვავიწყდაო, მანამდეო ეგენი როგორ მოიქცნენო და მერე კიდევ ვიღაცა რო დაწერს რომ იმის წინ ის როგორ მოიქცნო ანუ აი ამაში უნდა წავიდეთ. ეხლა მე და თქვენ ეხლა ამაზე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, რომ მამუკა გაურიგდა ბიძინას 3 სერიან ფილმზე, რომ ჯერ არჩევნებში მონაწილეობას გამოაცხადებდა, მერე თავს დააჭერინებდა, მერე ბოლომდე დარჩებოდა საარჩევნო კამპანიაში და კაცი, რომელიც არის ყველაზე ცნობილი გადამგდები ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რაც კიდევ მე გვინახავს ბიძინას გულისხმობა ბუნებრივია. აი ესე სიტყვაზე ამ კაცს ენდო ციხეში შევიდა რომ ის მერე გაუშვებდა ციხიდან და აი გუშინ ახლა ესე გამოუშვა იმიტომ რომ ეს გარიგების ნაწილი იყო და ახლა გინდათ რომ ამაზე მე ვილაპარაკო და ეს იყო მთავარი არგუმენტი იმ ადამიანების პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარეს რომლებიც ლაპარაკობდნენ და მე რაღაც მომენტში როგორც ჩანს თვითონაც მიხვდნენ იმიტომ რომ საზოგადოების განწყობა გარკვეულ ნაწილს მე არასდროს ამას არ ვამბობ იმიტომ რომ Facebook-ზე ყვირილი რაც გვესმის ხმაური რომელიც გვესმის ეს საერთოდ არ არის საზოგადოების განწყობა არაფერს არ გამოხატავს რეალურად საზოგადოებრივი განწყობებისთვის ეს ბევრჯერ დამტკიცდა და ბევრჯერ ვნახეთ ეს არის აქტიური ხმაურის შემძლე ადამიანები Facebook-ზე რომლებსაც ეს შეუძლია და დანარჩენი საზოგადოება პასიურად არის ამას უყურებს მაგრამ მათგანაც კი მიხვდნენ რომ ისეთ აბსურდს ლაპარაკობდნენ რომ ვერ აიყოლეს ეს ხალხი და მე დღის მეორე ნახევარში შეცვალეს ტექსტები და თქვენს რომ არა იცით გარიგებულები კი არ იყვნენ უბრალოდ აი გამოიყენეს მათი სულელური საქციელი და არ მინდა არ ვაპირებ არ ვგეგმავ მათ შორის იმ ადამიანებს რომლებიც დღესაც ისეთივე ბოროტებად მიმაჩნია ჩემი ქვეყნის მომავლისთვის როგორც 2007 8 9 10 წლებში მიმაჩნდნენ მათ კრიტიკასაც კი არ ვგეგმავ იმიტომ რომ ბრძოლის ველზე ვინც არის ყველა ეს ადამიანი ყველა ამ ადამიანს ეხლა მე ვფიქრობ უნდა გავუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ბრძოლაში ჯარისკაცებს უკანიდან არ ესვრიან საკუთარი თანამებრძოლები და ამას აკეთებს ეს ხალხი ახლა ლელოს წინააღმდეგ. ლელო არც არ წასულა, ერთადერთი ამას ვიტყვი, ბრძოლაში, ბრძოლის თვალსაზრისით, რომ ვიღაცამ თქვა რომ ლელო მიგვატოვა, ეს არ ნიშნავს რომ ლელომ ბრძოლა მიატოვა. ლელომ ქუჩაში ბრძოლის პარალელურად სხვა ტაქტიკა ერჩია. საერთოდ არ ვაპირებ არავის დაცვას, არ ფუნდამენტურად უბრალოდ ეს რომ ნათელი იყოს, ფუნდამენტურად არასწორი მგონია. გაყოფა რასაც გამოიწვევს, რომელი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო, რასაც გამოიწვევდა ეს არჩევნებში წავიდოდნენ თუ ბოიკოტში დარჩებოდნენ, ერთად უნდა მომხდარიყო და ორივე გზა სწორი იქნებოდა. ანუ ან ყველა რო წასულიყო არჩევნებში, ან ყველა რო დარჩენილიყო ბოიკოტში. ანუ ეს ჩემი პოზიცია რო იცოდეთ, მე არ ვარ მომხრე იმისი, რაც ახლა მოხდა, მაგრამ ამის მერე რაც მოხდა, ისეთი მარაზმია. რომ უბრალოდ წარმოვიდგენელი მაგალითად მას მერე რაც გაირკვა რომ ერთად ვერ გადიან არჩევნებზე და თბილისში მოგება უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ხო ჩემთვის ერთად რო გასულიყვნენ მაშინაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა მაგრამ ნუ რაღაც შანსი არსებობდა ეხა ხო ეს შანსი აღარ არსებობს თბილისის მოგებიც კი მაინც რატომ მიდიან არჩევნებში იცით რა არის 2024 წელს რო წავიდა ეს ხალხი არჩევნებში, ან 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში რო წავიდა, ან 2020-ში რო წავიდა არჩევნებში. არა, გავიგე, მაგრამ თუ უკაცრავად თქვენ კითხვა სხვა ვითარებაზე არ დაგისვამთ. თქვენ კითხვა იმაზე დასვით, შანსი ხო არ არის გამარჯვებისო და არც მაშინ არ იყო შანსი გამარჯვების. რატო წავიდა? არჩევნებში, როცა ავტორიტარული რეჟიმი გყავს, შანსი
არასდროს არ არის ესე მოცემულობა თუ გარანტირებული არ არის გარანტია არასდროს არ აქვს და არც შანსი პრაქტიკულად არასდროს არ აქვს და რაღაც მომენტში დაზიანების ამ არაღიარების პოლიტიკის ანასე ეგ აბსურდია მაგ აბსურდში ვერ გამოყო ისეთი აბსურდია ისეთი სამარცხვინოა ისეთი სასაცილოა ეგ არგუმენტი რომ ეხა თბილისის და წალენჯიხის მერის არჩევნებში რომ მონაწილეობ ეს თურმე პარლამენტის არჩევნების ამბავს აქრობს და არაღიარებას ხელს უშლის აი ისეთი სამარცხვინოა რომ არც კი გამოყვებით მაგ კითხვაზე პასუხი სამარცხვინოა ეგ არგუმენტი მე პირადად ჩემ თავს არ მივცემ არ ვაკადრებ რომ ეგ რა რატომ მე რა საჯოსლოდ მეკითხებით ახლა დაწერა თავის რეზოლუციაში რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში გახვალთო ვაღიარებთ საპარლამენტო შედეგებს ვაღიარებთ არაო მაგრამ ამას გამოიყენებს ხელისუფლება ლეგიტიმაციისთვის ყველაფერისთვის გამოიყენებს თუ შანსი არა ამაზე არ არის ბოდიშით რა ძალიან დიდი ბოდიში ხა არ გვინდა ეს რაღაცა მე ხო იცით იურისტი ვარ რეალურ ცხოვრებაში სინამდვილეში არ გვინდა ეს რაღაც ზღაპრებად მოყოლა ამ ამბის ამბავი არის ამბავი ზღაპარი არა რა თქვია ამად ხელისუფლება ყველაფერს შეეცდება რაღაცად გამოიყენოს რა დაწერა ეს რა ამ არჩევნებში მონაწილეობას ხელისუფლება გამოიყენებს ლეგიტიმაციის თქვენ კითხვა რა დამისვით აღიარებისთვის ხო რა დამისვით კითხვა თქვენ რა დამისვით კითხვა არ აღიარებასო ეს ხელშეუშლის თუ არაო ხო კითხვა ხო ეს არის საკითხო და ეგ ერთმანეთთან რა კავშირშია ანუ წალენჯიხაში არჩევნები რო ჩატარდება ანუ ევროპარლამენტმა დაწერა უკაცრავად არა ერთი წუთი რა არ მინდა ეს ზღაპრები რა ევროპარლამენტმა დაწერა რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას და ხელისუფლება ამას გამოიყენებს აღიარებისთვის ვაღიარებთ 2024 წლის არჩევნებს ხო ეს დაწერა ხო ანუ არავითარი კავშირი ნიშნავს რომ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ პროცესისთვის ვის თვალში არაღიარების პოლიტიკას ატარებს ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნები კანადა იაპონია ანუ დემოკრატიული სამყარო წალენჯიხის არჩევნებში მონაწილეობა გახარიასი ან ლელოსი დიდ ბრიტანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს კანადას იაპონიას ევროკავშირს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს როგორ აღიარებინებს ახლა მითხარით აი ამ ორ ამბავთან ერთმანეთს ახლა მართლა სერიოზულად ამაზე ნუ ვალაპარაკებ ძალიან გთხოვთ ისეთი სასაცილო და სამარცხვინოა ეგ რომ გავიგე პოლიტიკოსები რომ ამბობენ მაგრამ თქვენ ნუ იმეორებ არა კითხვა არის ხო არა პოლიტიკური დღის წესრიგი ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით აი მე გიპასუხეთ რომ ამ ამბებთან კავშირი არ არის შექმნას პრობლემა ამაზე ვსაუბრობთ ხო იმაზე არა რომ გინდა თუ არა აუცილებლად აღიარებენ პრობლემა ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი სხვა ვერაფერი ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის. ეს არის რომ ეს რეჟიმი უნდა გავისტუმროთ. ამ რეჟიმის გასტუმრება თუ არის მიზანი, ამ მიზანში ეს ხო უშლის ხელს. ერთი გზაზე მიდის, მეორე გზაზე მიდის. ეგ უშლის, ეგ მეკითხარით, ახლა საკუთარ არგუმენტს მიბრუნე. ახლა რას ამბობს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში, როდესაც შენ იძახი რომ ამ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, აქ არ შეიძლება არჩევნებში ჩატარება, არჩევნები გაუქმებულია, ასე შემდეგ, არალეგიტიმურია და სხვა და მე მიყვები რაღაც ახალ ადგილობრივ არჩევნებში ვიღაცა შეიძლება საზღვარგარეთაც გაუჩნდეს. კითხვა რომ ეს არის თანამშრომლობა უკვე ამ ხელისუფლებას, შენ თუ მას მიყვები ამ თამაში, ამ ბავშვი მიყვები, მაშინ მე რატო არ უნდა ვაღიარო და მე რატო არ უნდა ვეთანამშრომლო მას? აი ეს არგუმენტი ქონდა. ეს არგუმენტი ქონდა. არ მოყვებით მაგ ზღაპარში. ახაც თქვა ვიღაცას საზღვარგარეთ აი რომ გაუჩნდება ვიღაცას საზღვარგარეთ გაზრი რომელიც არ გაუჩნდება. მაგრამ აი თეორიულად და გვიან იყოს ხო? უკაცრავად ხა კარგით. ნუ იმდენად არაფერთან კავშირში არ არის ეგ ამბავი ეხა კარგით კიდევ ერთხელ გეუბნებით. მე რო ეხა მკვლელობა ჩავიდინო. დღეს კაცი რომ მოვკლა და მასე ძალიან კარგოგოთ რო გადავიქცე. და ანუ დღეს არ მელაპარაკებით იმიტომ რომ მკვლელი ვარ. მასე კარგი გოგო გავხდი და დამელაპარაკეთ. რა ეს კვლელობა გავქვითეთ? არ ყოფილა, არ მომხდარა. რა კავშირია ამ ამბავთან? მაგრამ პოლიტიკური ხო პროცესია, ხო? რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცა დასრულდეს. ეს არაღიარების პოლიტიკას დასრულდეს და ყველაფერი შეიძლება დასრულდეს, ხო? დაუსრულოს ვერ გაგრძელდება. მაგის მიზეზი ის არ იქნება, რომ ვიღაცა წალენჯიხის არჩევნებში მონაწილეობს. აი გახარია თუ პარლამენტში შევიდა. სწორად არ დავარქმევთ მოვლენებს. სულ ამ აბსურდში ვიქნებით ახლა ვიღაცა სიამოვნებს ქვეყანა ამ აბსურდში ამყოფოს იყო სიამოვნებდეს რა უქნა რა უყო. მე მაქვს განცდა რომ და ისევ რა ვიცი ხა შეიძლება ბევრი ადამიანი არ ეთანხმებოდეს ამას და ესეც არ არის პრობლემა. რომ იმისი 10% ბრძოლა ვერ აჩვენა დღეს ოპოზიციურმა სპექტრმა. ეხლა ხო არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, მართლა ისტორიის კვლევარი ხო არა ვარ, აი 2008 წელს იყო არჩევნები გაუქმებული და აბა მაშინ რატო უნდა და ნაციონალურ მოძრაობას რა
ამაზე ხო არ დავიწყებ ახლა პროცესს. 10% ვერ აჩვენა იმ ბრძოლის, რაც ჩვენ ვაჩვენეთ 2007-ში და 8-ში. აჩვენოს ბრძოლა და ხალხი გაყვება. და ხალხი არ შემოეცლება ქუჩაში. 20 იანვარს იმაზე მეტი ადამიანი იყო ქუჩაში. ყველაფერს თავი დავანებოთ ლელომ და გახარემ ამით ეს ერთიანობა დაარღვიეს და ბრძოლა როგორ დააჩვენონ, როცა ერთი არჩევნებში გარბის, მეორე აქეთ ფლანგზე ხდება. ზუსტად იგივე მოხდა, რატო შემომოხს ეს მაგალითი. ზუსტად იგივე მოხდა, მაშინაც ესე მოხდა. ახალი მემარჯვენეები გავიდნენ ბრძოლიდან. მერე რა გაჩერდა ბრძოლა? ხო ეს იმაგრები არიან, ხო არაფერში არ ჭერდებათ არავინ. აჩვენონ რა გამარჯვების ბრძოლა. ეს მუდმივად ერთმანეთს ხელის გაშორა და ეს თქვენი აყოლა ამ სისულელეში. ანუ მე პოლიტიკური პარტია რომ მეუბნება ხმა მომეციო. იმიტომ მეუბნება ხმა მომეციო, რომ აი ეს მესამე რო სწორად მოიქცევა, მე ვიქნები მაგარიო. შენ მაჩვენე, შენი გზა და შენი ბრძოლა. რა შუაშია? ვინ როგორ იქცევა? ღმერთო ჩემო, ეს არის რის გამოც ვართ ამ უბედურებაში და თქვენც აი ესე ყლაპავთ, რასაც გეტყვიან ესენი. ყლაპავთ და ამ რაღაცას ამ მესეჯის გამგრძელებლებად და გამხმოვანებლებად იცით. პოზიცია მაქვს ამ თემაზე. ხო და რა პოზიცია? სანამ ისიტყვა და მანამდე ვიყავი წინააღმდეგი არჩევნებში მონაწილე. არა, ერთი წუთი რა. მე უკვე გითხარით, არჩევნებში ამ სიტუაციაში ის. ყველა რო წასულიყო არჩევნებზე? მაშინაც უღებელი იყო. ხო, გავიგე, თქვენ სხვა პოზიცია გაქვთ. ეგ პოზიცია მესმის. ამიტომ ხა იმის ნათქვამს კი არ ყვება, მე ჩემი პოზიცია მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. და თავიდანვე ეს პოზიცია მქონდა. სანამ ბიძინა არ გამოსწორდება, სანამ ბიძინა არ მიხვდება, რომ არჩევნები სუფთად უნდა ჩაატაროს, თქვენი პოზიციით, დღევანდელ ამბავზე გითხარით მე ჩემი პოზიცია. ჩემთვის სულ ერთი იყო, ყველა ერთად წავიდოდა თუ ყველა პაიკოტში იქნება. ჩემს თავარი იყო ერთიანობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ამიტომ ამ თვალსაზრისით, რაც გაყოფას გამოიწვევდა, ყველაფერი მიუღებელია და არასწორი მგონია. მაგრამ ეხლა თქვენ პოზიციაში მოვიდეთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ერთ დღეს ბიძინა გახდება მაღალი ცისფერთვალება, გაახალგაზრდავდება 30 წლით, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი პოლიტიკური დემოკრატიული თეორიების მიმდევარი და ქვეყანაში რო გადაწყობს, რომ ჩაატაროს სუფთა არჩევნები, მე უნდა წავიდეთ არჩევნებში, რა უნდა მოხდეს, როგორ წარმოგიდგენიათ? არა. ხო, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მოხდეს? აქ უნდა მოხდეს. ანუ როდის უნდა მივიღოთ თქვენს თეორიაში არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობა. რომელი ქუჩიდან? რომელი ქუჩიდან? ქუჩა არის გამოსავალი. რომელი ქუჩიდან? რომელი ქუჩა? რუსთაველის სად არის ქუჩა? სად არის ქუჩა, რომელიც მას რამეს აიძულებს? სად არის ეს იმის ბრალია? ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, ხო და იმუშაოს ამაზე იმ პარტიებმა. ქუჩამ აიძულოს მას ჩაატარო თავის ნებითი ზარაზოს არ ჩაატარებს. კარგ არჩევნებს. მაგრამ ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას, იმიტომ თუ ამას ამოხსენს არასდროს არ ჩაატარებს კარგ არჩევნებს, მოდი შევაბრუნოთ ეგ არგუმენტი. არასდროს არ ჩაატარებს კარგ არჩევნებს, მაშინ რა აზრი აქვს ამ არჩევნებს მიიღებ ეხა არჩევნებში მონაწილეობას წინასწარ გაყალბებულში წააგებ. მიიღებ 2028-ში წინასწარ გაყალბებულში ისევ წააგებ. მე 2032-ში და ესე იქნება სულ. ეს ერთი ესე არ არის. ეს ერთი ესე არ არის, დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში გაყალბდა, კიდევ გაყალბდა და მე ვეღარ გაყალბდა. მოინდომა და ვეღარ გააყალბდა. არჩევნებს იგებს გამარჯვების რწმენა. იმ დღეს რა დღესაც დაიჯერებს ამომრჩეველი, მათ შორის ხელისუფლების ერთი წუთი დამასრულებინეთ რა. მათ შორის ხელისუფლების ამომრჩეველი. რომ ესენი დასრულებული არიან, მაგრამ კოცებში არ არსებობს არც ერთი ფრაგმენტი კოცების ამომრჩეველში. არც ერთი ფრაგმენტი. ერთხელ არც ერთი ფრაგმენტი კოცების, რომელსაც ჯერა რომ ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს. არ არსებობს და ეს არის რაც აგებს ამ არჩევნებს. და არა ის რომ ვიღაცა მონაწილეობს და ვიღაცა არ მონაწილეობს. და გიორგი გახარია, რომლიცაც მე არასოდეს ხმას არ მივცემ, რომლიცაც არ მჯერა. რომელიც საერთოდ არ მგონია რომ კარგი ამბავია ჩემი ქვეყნისთვის, ამას ხაზგასმით ვამბობ. პოლიტიკურად ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის პირადად ახლა ის პოლიტიკურ ძალაში ბევრი ადამიანია, რომელიც მიყვარს და პატივს სცემ, მაგრამ პოლიტიკურად ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. გიორგი გახარია იყო ერთადერთი შანსი ამ ეტაპის, რა თქმა უნდა, ამით არ ვთავრდება ცხოვრება, მაგრამ ამ ეტაპის, რომ აი ეგ მომხდარიყო. მისი 4-ში ყოფნა იყო ერთადერთი შანსი, რომ მოფცქნოდა ქართულ ოცნებას ის და რეალურად რაზე ვლაპარაკობთ, ცით, რეალურად ვლაპარაკობთ სადღაც 10%-ზე ყველაზე ბევრი, 10%-ზე ქართული ოცნების ამომრჩეველის, რომელიც თუ ეჭვებში ჩავაგდეთ, დამთავრებულია კოცების ამბავი. იმიტომ რომ მაგის მერე აღარ ყალბდება, მერე რაც არ უნდა ჩაიდინოს ბიძინამ, აი რაც არ უნდა ჩაიდინოს, სადაც არ უნდა გადახტეს, რომელიმაზეც არ უნდა გადმოვარდეს კლდიდან, აღარ ყალბდება არჩევნები. ეგ 10%-ის გზა, მაგ 10%-ის გზა გადიოდა გიორგი გახარიაზე იმის მიუხედავად, ჩვენ ის მოგწონს თუ არ მოგწონს და ის რასაც ახლა
როგორც აქამდე მოვედით, როგორც მოიქცა მასთან მიმართებაში, ანუ თუ გონიერი პოლიტიკური ძალა ხარ და თუ გამარჯვებაზე ორიენტირებული ხარ სიამოვნებაში, ქვეყნის გამარჯვებაზე და არა შენ პარტიულ წარმატებაზე ინდივიდუალურად, უნდა რა ვიცი მე, სასათბურე პირობებში ემყოფებინათ გიორგი გახარია, რომ გვერდზე მოძრაობა არ განეხორციელებინა. და ამის ნაცვლად იყო ის, რაც იყო. იმიტომ რომ მათ ეს არ აინტერესებთ, იმიტომ რომ სინამდვილეში მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის და ამით მაგაზე ლაპარაკს დავამთავრებ, ხო 200 კითხვა რომ დამისვათ, აღარ გიპასუხოთ ოპოზიციაზე. სინამდვილეში დაინტერესებულია იმითი, რომ ვის ექნება ეს რაღაცა ძალიან პოპულარული ფრაზა რო გახდა წამყვანი ოპოზიციური პარტია. აი რა რისი წამყვანი ოპოზიციური პარტია ხარ თუ არანაირი ბერკეტი არ გიჭირავს. მარჩევში მაგიტომ იყო მონაწილეობა რომ უნდა წამყვანი ოპოზიციური პარტია გახდეს იქ. ან იქნება იმიტომ რომ მე არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს რატომ მიიღო, მაგრამ იქნება იმიტომ რომ გიორგი გახარიას არ მისცეს ერთადერთობის შანსი და სინამდვილეში გადაარჩინა ეს დღესასწაული. აბა მოდი სხვანაირად შევხედოთ. მე არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს ლელომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, საერთოდ არ ვიცი. არანაირი არავისთან კომუნიკაცია მე ამ თემაზე არ მქონია, მაგრამ ერთი წუთით ცოტათი გააფართოვეთ ეს ხედვა, დანახვა. შანსი არ მისცეს გახარიას ამ რაზე ვსაუბრობთ. მარტო ყოფნის ოპოზიციურ ველზე, მარტო დარჩენის. ლელო? ამაზე არის? არა, გირჩმა. ხო, ნუ რა ვიცი, კი ბატონო, ვერსია საინტერესოა, არა, მე არ ვამბობ, კიდე ერთხელ ვამბობ, წარმოდგენა არ მაქვს, არასდროს არ მილაპარაკია მე მათთან, მაგრამ ისა ვამბობ, ანუ ხო შეიძლება რომ ადამიანებმა რაღაცა მესამე და მეშვიდე ხვეულიც ჩართონ დისკუსიაში და მარტო იმ რაღაცა ყუთიდან არ ილაპარაკონ, რომელიც მესიჯებად მოძდეთ იმიდან, ვივამედის კლინიკიდან. როგორ ფიქრობთ, რატო დაიჭირა მაშინ? მე უკვე გითხარით, რომ ლეონს და გახარიას დავასრულე საუბარი. გავიგეთ, ხო ყველაფერი ვთქვით, რაღაცა უნდა ვთქვათ, აბა მითხარ. სხვა რამეს გითხარი. ხელისუფლებამ რატო დაიჭირა და რატო გამოუშვა ის მაშინ არჩევნების წინ? თუ ეს არჩევნები, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლებას არანაირ ლეგიტიმაციას არ უმატებს, არანაირ მნიშვნელობა არ აქვს მათთვის არაფერს. რატო გააკეთეს, რატო გადადგეს ეს? ანუ ახლა სერიოზულად მეკითხები შენთან არ იცი რატო გამოუშვეს? ხოლო იმიტომ რომ ოპოზიციაში ეჭუბა ერთმანეთს. და ეს არ არის საკმარისი პირობა? ანუ კიდევ მორიგი ნიჰილიზმის უზარმაზარი ტალღის აგორება, მორიგი ჩარტყმა ერთმანეთისთვის ზურგში, შენ ფიქრობ რომ ბიძნევანიშვილს არ აწუხებს ის რაც ხდება, მიუხედავად დისფუნქციურობისა, ოპოზიციური პოლიტიკური სისტემის, მიუხედავად, შენ ფიქრობ რომ მას არ აწუხებს და არ აქვს განცდა რომ ეს აუცილებლად პოტენციალის მატარებელია რომ შემოbrunდეს და ისევ აზვირთდეს და ყოველი ნაბიჯი რომელიც ჩაარტყავს, მაგრად ჩაარტყავს და თან ისეთი ადვილად გათვლადია ეს ხალხი. აი სიტყვები შეგეძლო წინასწარ დაგეწერა, ვინ რომელი ლიდერი რა სიტყვით მოიხსენიებდა მამუკას და ბადრის. და არა იმიტომ რომ არჩევნებისთვის უფრო მეტი კონკურენტულობა მიეცა, როგორც ეს ყაველაშვილმა დაწერა. ყაველაშვილმა რა დაწერა, კანი. ნუ ვინ დაუწერა რა მნიშვნელობა, ვინ დაუწერა ხო რა მნიშვნელობა. ჩაიფიქრა და მე დაწერა. მეტი ლეგიტიმაცია მიეცათ არჩევნებისთვის, ეს არის ხო თქვენი აზრით? ერთ-ერთი ამოცანა აქვს ივანიშვილს, რომ წინააღმდეგობის ფრონტი გააქროს. კი არ დაასუსტოს, საერთოდ გააქროს. და ამ წლის ბოლოსთვის ამ ქვეყანაში ნუ შეიძლება ბოლომდე ფორმალიზებული არა, მაგრამ რაღაცა ტიპის დიქტატურა დამყარდეს და დამთავრდეს ეს ჰაი-ჰუი, როგორც ალბათ ის თვითონ ეძახის. ამიტომ ყველაფერი, რაც ამ ამოცანაში დაეხმარება და სასარგებლო იდიოტები, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაეხმარებიან ამ სასარგებლო იდიოტებს მუდმივად გამოიყენებს. ამ როლში სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონფიგურაციით ყავს მას ხოლმე წარმოდგენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად იყო წინასწარ განჭორტადი, როგორი იქნებოდა წიოკი, რომელიც პროტესტის ხაზარაძეს დაესრულებინა ერთი ფრაზით. როცა ის გამოვიდა ციხიდან, მათ თქვა ასეთი რამ, რომ კი, მე ის მოვისმინე, რომ შეეძლო იმით დაესრულებინა, რომ ბატარეაზე უნდა მიმულიყო და არ გამოსულიყო და ეხა ხო არ გავყვები ამ სისულელებს. მაგას არ ვამბობ, სხვა რამის ვამბობ, ის რომ გამოვიდა ციხიდან, მათ თქვა ასეთი რამ, ძალიან სწორი რამ, როცა დაიწყო საუბარი, რომ თუ ეს პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, მან თქვა არ გამოუშვებს იმ პოლიტპატიმრებსაც, რომლებიც იგივე მუხლით არიან გასამართლებულები და მე გააგრძელა უბრალოდ არა ისე როგორც უნდა გაეგრძელებინა. მას რო ეთქვა ასეთი რამ, რომ თუ იგივე მუხლით დაკავებულ ხალხს არ გამოუშვებენ, ჩვენ მაშინ აღარ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ამით ყველანაირი დაპირისპირება დასრულდებოდა. ერთი ფრაზით დასრულდებოდა დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ. ანუ თუ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო მათი გამოშვებით კიდევ უფრო დაპირისპირება გაეზარდა, ამ ფრაზით ის ამ ივანიშვილის ყველა გეგმას ჩაშლიდა. ყველა გეგმას ჩაშლიდა ძალიან ლოგიკურიც იქნებოდა. მე თუ მიშვებ, ის ხალხიც გამოუშვი იგივე მუხლით რაც არის დაჭერილი.
თორემ მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობა. და დამთავრდა. ყველა ოპოზიცია ხელს ჩამოართმევდა, გაერთიანდებოდა. თქვენ ხო ამბობთ რომ ერთიანობა არის თავი. არა, ერთი წუთი დღეს იმ ყველაფრის სპონსორაც მოხდა. ხო, და შენ ფიქრობ რომ ეს შესაძლებელია დღეს? აი ამ ყველაფრის შესაძლებელი იქნებოდა. ანუ არაფერი არ ყოფილა გაიქვითა. გაიქვითა, შეკრულია ფული აიღო, ბიზნესში გაურიგდა. ეს ყველაფერი გავრცელებული 1000 ადრეც მოგვისმენია ქართულ პოლიტიკაში ხა. დიდი ამბავი დავასხათ ერთმანეთს ლაფი. არა, ეგ პრობლემა არის, მაგრამ ეგ გაიქვითებოდა. ეს რო ეთქვა. გავიგე, მე ისე ვამბობ, მე არ ვარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, საერთოდ არ მაქვს პარტიული დღის წესრიგი. გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არჩევნებშიც კი ვერ მივდივარ უბრალოდ, ანუ ფიზიკურად ვერ მივიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას, როგორც ამომრჩეველი. ამიტომ რა თქმა უნდა წავიდოდ, მე ყველა არჩევნებში ვარ დამყოფი აბსოლუტურად. მათ შორის ბოიკოტისთვის ზოგჯერ, ანუ გადასახაზად ვარ მისული. ისე რომ ეგ არ არის, მე ვერ ვხედავ მაგაში პრობლემას. მაგრამ მაგას ახლა რაც თქვენთვით, რამდენი ფუნდამენტური პრობლემა აქვს, იცით, თუ სახელმწიფოებრივად ჩავხედავთ. მაგალითად ესეთი, რომ პარტია არის საარჩევნო კამპანიაში ერთი. პარტიას აქვს სხვა პარტიასთან აღებული ვალდებულებები, ანუ იმათ კანდიდატები არ დაასახელეს. ვადები გასულია, თბილისის მერობის კანდიდატი მაგალითად გახარიას არ ყავს და ეს შეთანხმება არსებობდა. პარტიას ყავს პოლიტსაბჭო, რომელიც აი ამ ყველაფერს იხილავდა, კანდიდატებს ათანხმებდა, ხო იცით რა ამ დროს როგორი ვითარებებია. და ეხა ერთი კაცი გამოდის ციხიდან, თუნდაც ამ პარტიის თავმჯდომარე და აი ესე ვინმესთან დალაპარაკების გარეშე, ვინმესთან კონსულტაციის არა, უკაცრავად, ეხლა მე იმაზე პასუხობ, რას თქვენი მითხარით? არა, როდის სიტყვი მაგას ყარა აქ მნიშვნელობა. ციხესთან იტყვი თუ მე ოფიციალურად ხვალ და იქით. კითხვას პასუხობ. თავარი რა რას გადაწყვეტილებას მიიღე. პასუხობ. იმიტომ რომ ყველა მაგას ვინც მაგ პოზიციაზე იყო, იგივე სიმერობა. ხო, მე მესმის, რომ საქართველოში ბარე ორი ადამიანი არ არის, ალბათ, ერთად რომელსაც ესმის საერთოდ რაც ნიშნავს პოლიტიკური პარტიაში რო ხარ, ერთმანეთთან ვალდებულებები რო გაქვს, რომ ეს არ არის ერთი კაცის შოუ, სადაც ერთი კაცი რაღაცას რო გადაწყვეტს, მე ყველამ უნდა ირბინოს მის გარშემო და ჩემო მაღალო უნდა უმღეროს ოსანა. გვესმის, გავიგე, ეგეთი პარტიებია საქართველოში, ერთკაციანი, ერთქალიანი. ის გამოვა მთელ პარტიას ფაქტის წინაშე დააყო ტელევიზორიდან ისმენენ საკუთარი ლიდერის გადაწყვეტილებებს. მანამ თავარი. არა, ერთი წუთით რა, ძალიან თავარია, იმიტომ რომ ეს რაღაცა მასირებული გიჟური შეტევა და რომ უარი რო ეთქვა მის პარტიას, ამაზე მე რას შვებოდა. ეთქვა და პოლიტსაბჭოს დაელაპარაკებოდა. ხო და რო ეთქვა უარი იმ პოლიტსაბჭოს, ანუ იქვითება თქვენი კითხვა? აღარ არის თქვენი კითხვა. არა, ჩემი კითხვა ისევ დარჩებოდა, რატო არ მიიღო ეს გადაწყვეტილება? მაშინ მე გეუბნებით იმ წუთას, იმიტომ არ მიიღო, რომ აი ამიტომ ალბათ არ ვიცი. დღეს რატო არ მიიღო? ხო და დღეს ალბათ დაელაპარაკება პოლიტსაბჭოს და ხვალ გეტყვით რა ვიცი. ხო ვიცით რომ ამას არ არის. ანუ თქვენ კითხვა დამისვით კონკრეტული, მე გვასხავთ კონკრეტულად. გუშინ ჩემი აზრით სწორად მოიქცა მამუკა, რომ ეგეთი სიგიჟე, მორიგი რაღაცა მე ვარ და ჩემი ნაბადობა არ გააკეთა. ხვალ პოლიტსაბჭოსთან ერთად ლაპარაკში თუ ამას გადაწყვეტენ, მაგასაც გვეტყვიან. თუ არ გადაწყვეტენ, არ გვეტყვიან. მაგრამ თქვენი კითხვა იყო, იქ რატო არ თქვა გეუბნებით, მაგიტომ არ უნდა ეთქვა ჩემი აზრით და სწორად მოიქცა, რომ იქ არ თქვა. კაი და ზოგადად რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება ლელომ სწორი იქნება თუ არა. გითხარით ისევ მე პარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ პარტიებმა, მაგაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეგ არ არის ჩემი საქმე. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ არჩევნებზეც კი ვერ მივდივარ. 4 ოქტომბერზე რას ფიქრობ და იმ ხალხზე, ვინც აანონსებს ამ აქციას და ხალხს პირდება, რომ აი 4 ოქტომბერს მე ის არ ვიცი, რას აანონსებენ, იმიტომ რომ გუშინ თქვენ ეთერში გავიგე სხვა შორის, რომ 13 სექტემბრის რაღაცა კიდე ცალკე ხალხი ყოფილა, 4 ოქტომბრის ხალხი ცალკე ყოფილა, კიდე მაგათაც ერთმანეთთან ჭუბი ქონიათ. ის არ ვიცოდი რვიანიდან ვიღაცების გარიცხვას ვიღაცები ითხოვენო, ანუ რაღაცა ცოტა აუცდი ამ ამბებს და ამიტომ ეგ არის რაც არის. ანუ ერთადერთი იმაში გამოდგნენ მდგრადები და მარდები, რომ საკუთარი გუშინდელი თანამებრძოლი მაგრად გალანძღონ. ეს გამოსდით. იმის იქით პოზიტიური დღის წესრიგი გვაჩვენა. და ჩვენ თვითონ დავგვობთ ლელოს. ჩვენ თვითონ ჩავქოლავთ ლელოს. ანუ რას აკეთებენ? რა ხვალ ის 4 ოქტომბრის 8-იანი ვერ ამბობს რას აკეთებს, 4 ოქტომბრის ხალხი ამბობს რას აკეთებს. რა, საბა? 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ მშვიდობიანად ხელისუფლება. როგორ რა ხდება, აბა? საიდან მოყავთ ხალხი, მასები საიდან მოდიან, როგორ ინარჩუნებენ ხალხს ქუჩაში? ეგრე არ არის. მაგათგან განსხვავებით არ ვიცი ხა ჩემი უზარმაზარი პატივისცემა პაატა გურჭოვაძეს, უზარმაზარი. გიждები მაგკაცზე ბავშვობიდან. მაგრამ მე არ მგონია რომ პაატა გურჭოვაძე ჩემზე მეტი იცის მასობრივი მოძრაობების შესახებ. აი საერთოდ არ მგონია, ყოველგვარი კეკულწობის გარეშე ვამბობ. და მე ვერ ვხედავ რომ მან იცის
როგორ უნდა შეინარჩუნოს ხალხი ქუჩაში. დღემდე ეს ვერაფრით ვერ გვაჩვენა. და ეხლა მორიგ ჯერზე ხალხის აყენება ეს შესაძლებელია ხალხის ერთჯერადად აფორიაქება ფეხზე დაყენება ქუჩაში გავა. და მე ისევ მორიგი იმედგაცრუება რა ვიცი მე არ მაქვს განსაკუთრებული ვერ ვიღებ ბედნიერებას ამითი და არ ამგონია რომ ეს სწორი ნაბიჯია, მაგრამ თუ რამე სხვა იციან, თუ აქვთ კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაჩვენონ წარმატებისთვის საჭირო თუნდაც ჩანასახოვანი. მე არ ვამბობ, რომ დღეს რომელიმე ოპოზიციურ ძალას ან ვინმე გენიოსს დაჯდება და შეუძლია გაწეროს პუნქტობრივად სიტყვით გეგმა როგორ მივალთ გამარჯვებად. ეგეთი რამე შეუძლებელია, მაგრამ ჩანასახოვანი გეგმა გვაჩვენოს, პირველადი გეგმა გვაჩვენოს წარმატების პოზიტიურ დღისას რიგს და მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც ლელოს ოფისის წინ კარავს გავშლი და ვეტყვი, რომ ეხლა წამოდით აი ამ გეგმაზე. ვეთანხმებით? არ ვეთანხმებით? მოგწონს, არ მოგწონს? გელელო თქვა, რომ აი ბრძოლის ამ მეთოდშიც ვწდი. ქუჩაშიც ვარ, ხვალაც ვიქნები ქუჩაში, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ აქაც შევეცდები, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ რომ არჩევნებზე მივიდნენ, არ დაუკარგო ამ არჩევნებზე მისვლის მოთხოვნილება, ხო? მაგრამ ამით ლელომ დაკარგა იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ქუჩაში დგას. ზოგიერთ საერთოდ აგრესიულად არის განწყობილი, იქ არ უშველს. აგრესიულად არის განწყობილი, მაგაში გეკითხეთ ეუბნებიან და ეგ საერთოდ ისეთი საბავშვო ბაღობაა, რომ რა ვიცი, ხა რა გითხრა მაგაზე, მაგრამ ზოგიერთი აგრესიულად არის განწყობილი, მაგაში მართალი ხარ. აი ეხა ის პირველ ნაწილში რა ვიცი ხა არჩენიცი და არც მე ვიცი ეკვლევა არ არსებობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ Facebook-ზე ვიღაც ხმამაღლა რო ყვირის ეს არ ნიშნავს საზოგადოების განწყობას. მე არ ვამბობ რომ არ არის უარყოფითი განწყობა. რა სისულელეა, რა თქმა უნდა არის, მაგრამ პროპორციაში როგორია, სინამდვილეში რამდენი ადამიანია რომელსაც აი ამ იმედგაცრუების ფონზე რომელიც ქუჩაში შეექმნა აქვს განცდა რომ რაღაცა ჯანდაბა სხვა გზა ვნახოთ, აბა იქნებ რამე სხვა გზა ვიპოვოთ. სწორი გზა ირჩიეს, და უნდა გახარია. ამას აჩვენებს მომავალი, მაგრამ მე ერთადერთ რამესთან მაქვს მთელ ამ ისტორიაში პრობლემა. რატომ ვხარჯავთ უფრო მეტ ენერგიას ერთმანეთის დაჩაქუჩებაში, ვიდრე ოცნების ეს არ მესმის და სტატისტიკურ ანალიზს თუ გააკეთებთ Facebook-ის ოპოზიციური მიდან რა ქვია სპექტრისგან 100-ით ერთზეა პერიოდები არსებობს, როცა 100-ით ერთზეა. დაავიწყდათ ოცნება რო არსებობს. არის ეგეთი მომენტები. და გრძელი მომენტებია, 2 დღიანი, 3 დღიანი, 5 დღიანი მომენტები. 100-ით ერთზეა შენი თანამებრძოლის დაჩაქუჩების მოთხოვნილება, ქოცების დაჩაქუჩების მოთხოვნილებასთან. აი ეს არ მესმის, დანარჩენ ყველაფერი მესმის. ერთმანეთის გზის არ მოწონება, კრიტიკა, რა პრობლემაა ვიჩხუბოთ? თავში მაგითი დავიწყე, ვიჩხუბოთ პოლიტიკურ საკითხებზე. მაგრამ ნუ ეს კონსპირაციები და რაღაცა სიგიჟეებში ჩავარდნები არ დამთავრდა ამ ქვეყანაში და ნუ კაი კი ბატონო, ამაში თუ ვინმე სიამოვნებას იღებს მიიღოს. ბოლოს მინდა კითხო ხელისუფლების მცდელობებზე საერთაშორისო ასპარეზზე. ნუ ჩვენ ნახეთ, რომ ჯერჯერობით მათ ამერიკასთანაც ვერ მოახერხეს ურთიერთობის დაალაგება და მივიღეთ ასეთი ვითარება, ტრამპის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ტრამპის deep state-ის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა თურმე. მაგას თავიდანვე ამბობენ. არა, თავიდან ამბობდნენ, ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება. ხო, მაგრამ ეს იყო მდე, მაგრამ როგორც კი ინაგურაციის შემდეგ არაფერი არ მოხდა, მერე შათირიშვილი პორცია გვთავაზობს ამ ვერსიას. იცი ვერც ჩინეთში გამართულ დიდ ფორუმზე აღმოჩნდნენ, ამაზეც თავისი ახსნა აქვს, რომ ჩვენ არაფერი არ გვესაქმებოდა, იმიტომ შანხაის ორგანიზაციის დამკვირვებლების კი არა ვართო. და მოკლედ, როგორ აღწერ მათ მდგომარეობას დღეს საერთაშორისო ასპარეზზე, ერთადერთი რაც მათ მიაღწიეს, მეგობარი აქტი გაჭედეს კონგრესში. ეხლა იყო სტატიაზე ხილში, რომ რამდენიმე კონგრესმენი ბლოკავს, ნუ ერთი ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ბლოკავს, რომელთანაც როგორც ჩანს რაღაც მისასვლელი გზა იპოვეს. აი ეს ვითარება გვაქვს. როგორ აღწერ მათ ვითარებას დასავლეთის ფლანგზე იქნება თუ აღმოსავლეთის ფლანგზე? ხო, ჯერჯერობით არაფერი არ გაჩერებულა კონგრესში, ერთ სენატორი ვერ დაბლოკავს ამ აქტს, ერთ სენატორი აჩერებს განხილვის გარეშე მიღებას. და ხო, ნუ გავიგეთ, რა განხილვის გარეშე არ იყო მიღებული ზაფხულში მომხდარიყო და არ მოხდა, ეს უკვე გავლილი ეტაპია. ეხლა ჩაოლებრივად საკანონმდებლო პროცესია და იქ 100 სენატორის ხმა არ ჭირდება ამ დილს. თავადვე ამბობს ის თავისივე ინტერვიუში, რომ სენატში აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა ამ დილს და უმრავლესობას რა თქმა უნდა ის მოაგროვებს. ოღონდ მთავარი პრობლემა ქართული ოცნების და მოკლედ ვიტყვი ამას ორივე ფლანგზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში ის არის რომ ერთი და ერთზე გახდა ჩამოკიდებული. ხო, ეხლა აღმოჩნდა რომ სენატში ვიღაც ერთი სენატორი ყავთ, რომელიც
მზად არის რომ რაღაცა მათთვის სასარგებლო თქვას და აქეთაც ერთი ადამიანი ყავთ ვიქტორ ორბანის სახით, რომელიც მზად არის რომ მათთვის სასარგებლო რამე თქვას და ყველა სხვა დანარჩენი არის ქართული ხალხის მხარეს და ქართული დემოკრატიის გადარჩენისთვის მოწადინებული და მომზადებული. ამიტომ მარცხი სრულიად ერთმნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, რომ ჩეჩ ფორუმზე არ ვიყავით, ხო, მეც ვთვლი, რომ კიდე კაი არ ვიყავით, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პუტინის გვერდში ვარიყავით, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ არ ქონიათ პრობლემა პუტინთან ერთად, ის იჯდა ბატონი დავითაშვილი ასეთივე ფორუმზე, სულ რამოდენიმე თვის წინ. ამიტომ ეხა ეს ლაპარაკი, რომ აი ისეც არ იქარა, მაშინ რა ესაქმებოდათ, მაშინ რატომ იყო. ეხა უბრალოდ ეს ტრადიციული ამბავია, ჩვეულებრივი ამბავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის, ბოლომდე, როდესაც გამოწურული ყავხარ და შენგან არავითარი ინტერესი და მოლოდინი აღარ აქვს, მერე გადაგაგდებს. პაშინიანი და ალიევი აღმოჩნდნენ იქ, იმიტომ რომ რამდენიმე კვირით ადრე ოვალ ოფისში იყვნენ, ტრამპთან სელფებს იღებდნენ. და ამიტომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სი ძინპინისთვის, რომ ის ხალხი, ვინც მანამდე რამდენიმე დღით ადრე ოვალურ ოფისში იყო, მასთან ერთადაც ბრძარ იყო და მასთანაც სელფები გადაიღოთ. იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის სუპერზალაუფლებისთვის სამყაროში და არა საქართველოსთვის და კავკასიისთვის და რაღაცა იმისთვის ბიზნა ივანიშვილისთვის, ხო? ამიტომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ტრამპი, სადაც შეძლებს სი ძინპინმა ამის დუბლირება უნდა გააკეთოს, ან უფრო წარმატებულად უნდა განახორციელოს. ამიტომ შენ როცა ყველას გადაგდებული ყავხარ, არავის არ აინტერესებდა, არავინ არ გელაპარაკება სი ძინპინსაც ახალ სი ძინპინისთვის და მსგავსი ლიდერებისთვის საქართველოს მაშინ ხდება საინტერესოდ პუტინის ჩათვლით სხვათა შორის. სანამ შენი საშუალებით, შენი გამოყენებით, ან გამოყენების გარეშე, მაგრამ შენი საშუალებით შეუძლია რომ ვიღაცას ხვირწინ უფრიალოს შენი ბარათი, მაგრამ შენ თუ არავის არ აინტერესებდა, არავინ არ გელაპარაკება, მას აღარ აინტერესებდა. გასაგებია. კარგით, მადლობა. მადლობა. გასაგებია.